ფრანგულ საიმპერატორო სამკაულებზე ნადირობის სეზონი გრძელდება. ამჯერად ბელგიაში, ჟენაპის კომუნაში მდებარე ნაპოლეონ ბონაპარტის მუზეუმიდან მისი ბეჭედი და სხვა ძვირფასეულობა მოიპარეს. ფერმერის სახლი, სადაც ბონაპარტი 1915 წლის ივნისში ვარტელოს ბრძოლამდე იმყოფებოდა, სადაც შორის მან თავარსარდლებს სიტყვითაც მიმართა, გაქურდეს და მუზეუმის ოფიციალური განცხადების თანახმად აღებულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირფასი ბონაპარტის 18 კარატიანი ოქროს ბეჭედია 5 ბრილიანტი. 1915 წელს ვატერლოოს ბრძოლისას ნაპოლეონმა ბეჭედი დაკარგა, ის შემდეგ ბრძოლის ველზე აღმოაჩინეს და ბეჭედთან ერთად მუზეუმიდან გამქრალია ნაპოლეონის პერიოდის ოქროს და ვერცხლის მონეტები. ოფიციალური განცხადების თანახმად აღებული ნივთების ისტორიული ღირებულება საბაზროს ვერ შეედრება, მიუხედავად ძარცვის ფაქტისა. მინდა გითხრათ, რომ მუზეუმი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას და ნივთების ზუსტი საბაზრო ღირებულება არ გასაჯაროებულა გამოძიება მიმდინარეობს. და იმასაც ბარემ შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ვატერლოოს ბრძოლიდან გაქცევისას ნაპოლეონის მიერ დაკარგული გულსაბნევი აუქციონზე გაიყიდა 4.4 მილიონად. ზოგადად საფრანგეთზე და აუქციონებზე ისიც გამახსენდა, რომ ლალანების ფრანგი ხელოვანების წყვილის მიერ შექმნილი ჰიპოპოტამის ფორმის, რასაც ახლა ხედავთ, ფორმის ბარი 4 შაბათს ნიუ-იორკში სოტბის აუქციონზე საარაკო 31.5 მილიონ დოლარად გაიყიდა და ის ლალანების ხელოვანების ნამუშევართა შორის და აუქციონების ისტორიაში ინტერიერის დიზაინის ყველაზე ძვირად გაყიდული ელემენტი გახდა 31.5 მილიონი. ხო, ბარემ რახან დავიწყეთ შოჰეი ოტანის საკოლექციო ბარათმა ახალი რეკორდი დადო, მისი უნიკალური ერთადერთი ეგზემპლარი 2025 წლის ტოპსკრომის ავტოგრაფიანი ოქროს MLB ლოგოს პაჩიანი ბარათი Fanatics კოლექტი აუქციონზე $3 მილიონ გაიყიდა. შეგახსენებთ, იაპონელი ბეისბოლის მოთამაშე შოჰეი ოტანი მსოფლიოს სპორტის ისტორიაში ისედაც შესულია 31 წლის სპორტსმენმა 2 წლის წინ დოჯერსთან 10 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით ჯამში $753 მილიონ მიიღებს, რაც შეერთებული შტატების გუნდური სპორტის სახეობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ხელშეკრულებაა. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ, ეს რაც შეეხება აუქციონებს და იქ დამყარებულ რეკორდებს წლის ბოლოსკენ, დღეს საქართველოს ეკონომიკის ფისკალურ ნაწილს გადავხედოთ, ფინანსთა სამინისტრომ 11 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. ამის მიხედვით გადასახადების სახით შემოსულია 19.7 მილიონი ლარი. ეს წლიური გეგმის 90%-ია და კონკრეტული გადასახადების მიხედვით შესრულება ყველაზე მაღალი კვლავ საშემოსავლო გადასახადის მიმართულებით რჩება, ყველაზე დაბალი მოგების გადასახადის მიმართულებით. აქვე დილის 7 საათიდან ტვინი რომ არ გადაგიღალოთ ციფრებით და რიცხვებით და ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით დავიკოკოთ, მარტივად ჩაგიშლით, რომ 2025 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ საწვავის აქციზიდან 632 მილიონი ლარი მიიღო, ხოლო ავტომობილის გამბაჟებებიდან 295 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის 39 მილიონი ლარით მეტი. ეს გახლავთ 15%-იანი ზრდა, ჩემო ბატონო. ფისკალური ნაწილი ცალსახად მდგრადია. ანუ გადასახადების შემოსავლები აჩვენებს სტაბილურობას, თუმცა დავადასტურებ, რასაც მთავრობაც ამბობს, ასევე სხვა შორის ცალკეული ეკონომისტები, მათ შორის გამოყოფთ მუდმივად გიორგი ხიშტოვანის ანალიტიკას, რომ ფაქტია, ხელოვნურად პროვოცირებული ეკონომიკის სტატისტიკური ზრდის ტემპი ნელა, მაგრამ უბრუნდება ვირტუალურიდან შედარებით რეალურ აღრიცხვას, რასაც ასევე აყოვნებს ის რამდენიმე ანტიკორუფციული საქმე თუ საქმეები, რომელსაც საქართველოს მთავრობის დღევანდელი შემადგენლობა სწავლობს. დღევანდელი შემადგენლობა სხვათა შორის შეცვლილი ძალოვანებით და სრულიად იგივე ეკონომიკური სამთავრობო გუნდით. თუ ახლა ცხადია ლევან დავითაშვილს არ გულისხმობენ როგორც წასულს ეკონომიკის სამინისტროდან და ვიცე-პრემიერობიდან, არ ვიცი, წასულს როგორც პრობლემას ეკონომიკისთვის. რაც შეეხება ანტიკორუფციულ საქმეებს, გუშინ თბილისის მერმაც დაადასტურა, რომ სამართალდამცავები სწავლობენ 6 წლის წინ დახურული პროგრეს ბანკის ფინანსურ დოკუმენტაციას. პროგრეს ბანკის დამფუძნებელი თავის დროზე და დღეს უკვე თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გარკვეული პირების მიმართ შანტაჟს უკავშირდება. ვინ არიან ის პირები, ვინც პროგრეს ბანკის თემის გამო შანტაჟით არიან დაკავებულები, ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა რთულად მისახვედრი
ასევე ნამდვილად არ არის. მოусმინოთ თბილისის მერს. არანაირ მოქალაქეს არ უკავშირდება, ეს შესაბამისი საგამოძიებო ქმედებები უკავშირდება იმას, რომ არიან სამწუხაროდ ადამიანები, ვინც კონკრეტულ ადამიანებს აშანტაჟებს სხვადასხვა საკითხებით, შესაბამისად დაწყებულია გამოძიება და ყველას დაეცემა შესაბამისი პასუხი. ბატონო კახა, თქვენ კითხვებზე პასუხი არ გაგიცეთ გამოძიებისთვის, როგორც ჯერჯერობით. მზად ხართ, რომ ითანამშრომლოთ თუ იქნება კითხვები? არაფერი არ არის ჩემი სათანამშრომლო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. მე უბრალოდ შეგახსენებთ, რომ წინა საარჩევნოდ 2012 წელს ამ ბანკის პარტნიორი ბიძინა ივანიშვილიც გახდა, ხოლო პროგრეს ბანკის ლიკვიდაცია უკვე მოგვიანებით შეწყდა. შემდეგ არასაბანკო ორგანიზაციად სტატუსით აგრძელებდა საქმიანობას. ეს სტრუქტურა, რა გითხრათ, ჯამში ცოტა ჩაქვართული სქემაა და თან არც ისეთი ამბავია რთული გამოსაძიებლად, რადგან გავითვალისწინოთ, რომ წარსულში მაინც ბანკი იყო და მინიმალური გამჭვირვალობა ტრანზაქციებში დაცული იქნება. რაც ქართულ ოცნებაში მყოფ ეჭვიანებს თუ შანტაჟისტებს ეჭვებს გაუმყარებს, ან მოუხსნის. დიახ, თუ კი ვინმე ცხადია ამ თემაზე ეჭვიანობს, მერწმუნეთ მართველი პარტიის წარმომადგენლები არიან და არა ნაცები. შეგვიძლია იდეაში ჭკუასუსტებმა ჩათვალოთ, რომ ნაცები ურევიან ამ ამბავშიც. იგივე წარმატებით ორ დიპლომიანმა ტვინგაყინულებმა ალბათ დღემდე ისინი თვლიან, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეა. ესეთები ჩვენთან მრავლად არიან, პედრო მანეტათას. ბიუჯეტის მიმდინარე შემოსავლებზე გამახსენდა, რომელიც თითქმის 20 მილიარდს აღწევს, რომ მთავარი, ვისაც მადლობა ეკუთვნის ამ ყველაფრისთვის 19 მილიარდ 700 მილიონი ქართული ბიზნესია, მათი შრომაა. მინდა რამდენიმე გამოვყო ამ დილაუთენია, აგერ ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტი სრულად განხორციელების შემდგომ ქვეყნის ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის დეკლარირება აკუმულირებას მოახდენს. კოჩა კამკიან პროექტის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა ამის თაობაზე და მისი თქმით მასშტაბით ამბასადორი აილენდ ბათუმის ეკონომიკური მონაცემები ბაქო თბილისი ჯეიხანის პროექტის მონაცემებს უტოლდება. ბიუჯეტის შემოსავლებში ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი შეაქვს სტუმართმასმიზლობის და დეველოპმენტის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას საქართველოში და რეგიონში. თან იუბილარები არიან და ალიანსი ჯგუფის დაარსებიდან 20 წლის იუბილეს ვილოცავ. მათ გუნდს ნამდვილად შეუძლიათ ამაყები იყვნენ და არა მხოლოდ პროექტებით, არამედ 5000-ზე მეტი დასაქმებული საქართველოში, მილიარდზე მეტი ინვესტიციების მოზიდვით დოლარში თავიანთ 25 პროექტზე. ხო და ესეთი ალიანსი ჯგუფის პორტფელში უკვე მინდა იცოდეთ 10000-ზე მეტი ინვესტორია, ვინც ანდობს თანხებს ამ ბიზნეს ჯგუფს. ამ 25 პროექტის უკან 2 მილიონ კვადრატულ მეტრზე აშენებული სამშენებლო ფართობებია, რომლის ოპერირებით მსოფლიოს წამყვანი ბრენდები არიან დაკავებული, აღარაფერს ვამბობ არქიტექტურაზე, რომლითაც მსოფლიოში წამყვანი ბიუროები ჩაერთენ. პირველ რიგში მინდა მოკითხვები და მილოცვები შეუთვალო ბატონ გია ბიძაძეს, აკაკი სონღულიას, თემო ბიძაძეს, გონიერ და მზარდ მენეჯერს, წარმატებები და ბევრი იუბილე მომელოცოს.